Უშინდელი დღიდან სოციალურ ქსელში სწორედ ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბარი. თავდაპირველად დაყადაღდა ნანუკას ფონდი და შემდეგ უკვე მასთან ერთად კიდევ სხვა რამდენიმე ფონდი, რომელიც სწორედ აქციებზე დაკავებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა და ჯგუფი დაიტოვეს. ადმინი ილია ღლონტი წერს სოციალურ ქსელში იმას, რომ მანამ სანამ ფონდები დაბრუნდებიან, დაიტოვეში შეაგროვებენ თანხას ჯარიმების გადასახდელად და ამავდროულად ის აცხადებს იმასაც, რომ ისინი ჯგუფი დაიტოვეს პოსტში და კომენტარებში დაწერენ ანგარიშის ნომერს, ადმინების ანგარიშის ნომერს და შემდეგ უკვე ამ ანგარიშის ნომრებზე შეგროვდება ის თანხა, რომლებიც საჭირო არის აქციაზე დაჯარიმებული ხალხის დასახმარებლად. ასევე ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა ახალი პოსტი, სადაც ის აცხადებს იმას, რომ სავარაუდოდ მასთან ჩხრეკაზე მივლენ და ის აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბჭობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ასევე იმასაც აცხადებს, რომ საკუთარი კომპიუტერიდან არაფერს არ შლის და ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს, რა გაუკეთებია ფონდს შექმნის დღემდე და ასევე ფონდი ერთმანეთისთვის დამფუძნებელი გუგა ხელაია ავრცელებს პოსტ სოციალურ ქსელში. ის ამბობს, რომ პროკურატურას განცხადება არის სრული ცილის წამება, რადგან მათ ფონდს არც ერთი ტრანზაქცია არ აქვს შესრულებული ამ დანიშნულებით, რაც მაგალითად პროკურატურამ მოიყვანა საკუთარ განცხადებაში. ამავდროულად ისინი აცხადებენ, რომ სრულიად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს აქვს გადახდილი ფონდს ყველა სახელმწიფო გადასახადი. ამავდროულად აცხადებს იმასაც, რომ მის არც ერთ თანამშრომელს მთელი ამ 3 თვის განმავლობაში არ მიუღია ერთი თეთრიც კი ზედმეტი, მათ შორის მასაც და სწორედ ამიტომ ის ამბობს, რომ პროკურატურის ამ განცხადებას ლეგიტიმურად ვერ მიიჩნევს და ამბობს, რომ სერიოზულადაც კი არ აღიქვამს ამ ბრალდებებს. ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს განცხადებას და ისინი აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს, რაც დღეს ხდება ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით ხდება და ასევე ისინი გაუმართლებლად აჩერებენ კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და აქციების მონაწილეთა დასჯას და ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აგრძელებენ საკითხის შესწავლას და ფონდებისთვის სასამართლოს განჩინების ჩაბარებასა და ანალიზის შემდგომ საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს მიაწვდიან. ასევე გუშინ პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სწორედ მას შემდეგ რა საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით და პროკურატურა აცხადებდა, რომ იმ ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის, რაც საჭიროა ბრძოლისთვის, აქციების ინვენტარის შეძენა, აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის და ასევე მოყვანილი ჰქონდა პროკურატურას ის მაგალითები, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარდნენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად და სწორედ ამის შემდეგ უკვე საზოგადოების საკმაოდ დიდი პროტესტი მოყვა პროკურატურის განცხადებასაც და გუშინაც საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იმაზე ბევრად უფრო მეტნი უნდა შეკრებილიყვნენ, ვიდრე აქამდე იკრიბებოდნენ.